პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მებრძოლთა ხსოვნას პატივი მიაგო და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოს ერთიანობისთვის აფხაზეთში დაღუპულ გმირებს პატივი მთავრობის სხვა წევრებმა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმაც მიაგეს. 20 წლის წინ აფხაზურმა შენაერთებმა, მათ შორის კაზაკებმა, რუსული არმიის ნაწილებმა და ბაგრამიანის ბატალიონმა სოხუმზე გადამწყვეტი იერიში მიიტანეს. 1993 წლის 15 და 16 მარტს რუსული საინფორმაციო საშუალებები აფხაზების მიერ სოხუმის ხელში ჩაგდებას იუწყებოდნენ, თუმცა მაშინ ქართულმა ქვედანაყოფებმა იერიში წარმატებით მოიგერიეს. ამ გამარჯვების შედეგად სოხუმის დაცემა 6 თვით გადაიდო. ყველა ქართველისთვის ეს დღე არის უდიდესი პატივის ალბათ სიამაყის დღე, ვინაიდან აი აქ გამოჩნდა ის ქართული სული, ის ქართული ვაჟკაცობა, ის პატრიოტიზმი, რასაც სამწუხაროდ ხშირად გაუფასურებული აქვს თავისი მცნება, მაგრამ ზუსტად ეს ის დღე იყო, როდესაც ეს ყველაფერი იყო ერთად და შესაბამისი შედეგიც გამოიყო. მეორე დღეს ცენტრალურ საინფორმაციო არხებს მოუწიათ თავიანთივე გამოვიდა ტყუილის თქმა. იმდენად დარწმუნებულები იყვნენ, რომ მიაჩნდათ, რომ ამ შეტევის შეჩერება შეუძლებელი იყო. აქ მართლა ქართულმა საბრძოლო გენმა თავისი აი მართლა გამოვლინება მოახდინა. ეს იყო დიდი წარმატება ჩვენი გენის, ჩვენი შემართების და იყო საწინდარი იმის, რომ განგვევითარებინა ყოველივე.